იცით თუ არა რომ 1999 წლის 4 ივნისის შემდგომ მინიმალური ხელფასი დაწესდა 20 ლარი და მას შემდგომ უკვე 26 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. რასაც ბუნებრივია, დამსაქმებელთა უმეტესობა დასაქმებულებთან მიმართებაში ბოროტად იყენებს და სთავაზობენ მონურ ანაზღაურებას. მას ასე მინდა წარმოგიდიოთ კიდევ ერთი ახალი პროექტის სახელწოდება გახლავთ არა მონობას, რის შემქმნელიც მთავარი ხელმძღვანელიც მე გახლავართ თემური ბოკელავაძე. პროექტი არა მონობის მთავარი მიზანი გახლავთ მინიმალური თვიური და საათობრივი ანაზღაურების დადგენა და დაწესება. თვეში ვითხოვ 800 ლარს, ხოლო საათში ვითხოვ 8 ლარს. თვეში 800 ლარი ეს არის ერთგვარი დასხვევა. დასხვევა დასაქმებულების დამსაქმებელთან მიმართებაში, იმიტომ მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახია, ვისაც 375, 480, 525 და 800 ლარზე ნაკლები ქონებია ხელფასი, ეს უნდა იყოს ერთგვარი დასხვევა. ასევე 800 ლარი ყოველ ერთი თვეზე რო გადავანაწილოთ, საშუალოდ გამოდის 26 ლარი, რაც ვფიქრობ არსებობისთვის ნორმალური თუ არა მინიმალური მაინც არის. ასევე მინდა ამ პროექტის მთავარი მიზანი რეალურად კი რაც გახლავთ არის საათობრივი ანაზღაურების დაწესება საათში 8 ლარის ოდენობით. საათში 8 ლარის ოდენობა პირდაპირ მნიშვნელობით მოდი ავხსნათ და დავთვალოთ ერთად. 40 სამუშაო საათი უნდა გავამრავლოთ კვირების რაოდენობას და თვეში, ანუ 4-ზე, 40 ჯერ 4 არის 160. 160 უნდა გადავამრავლოთ უკვე საათობრივ ანაზღაურებაზე 8 ლარზე. მივიღებთ 1280 ლარს. რაც ვფიქრობ ნორმალური არის პირველი ეტაპისათვის. ერთი შეხედვით ძალიან ბევრი თქვენთანგანი შეიძლება შევამედაოთ, რომ თემო უფრო მეტი უნდა იყოს ანაზღაურება ქვეყანაში. მაგრამ სურს ძალიან მარტივად, გულწრფელად გითხრათ, მე ციფრებზე მანიპულირებას არ ვაპირებ და თქვენს მოტყუებას არ გპირდებით, რომ 2, 3, 4, 5 1000 უნდა იყოს მინიმალური ხელფასი თვეში, რასაც ძალიან ბევრი გატყუებთ ხოლმე. უნდა გავითვალისწინოთ აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთანავე, მე ჩემ თავთან მქონდა ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა. მე უნდა მომეთხოვა ისეთი ანაზღაურება და ისეთი საათობრივი ანაზღაურება პირველ რიგში, რომ არ მომხდარიყო ამ ანაზღაურების დაწესების შემდგომ ხალხის შემცირება სამსახურებში. ანუ მაგალითის სახით რომ აგიხსნათ. თუ ნებისმიერ ობიექტს ყავს 100 თანამშრომელი, მე უნდა მომეთხოვა ისეთი ხელფასის ოდენობა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით არ იქნებოდა მიზეზი ხალხის შემცირების და ამასთანავე მე ამ შემთხვევაში ვიფიქრებდი, რომ ეს პროექტი არ გამოვიდა. თუნდაც კანონში ჩაწერილი იყო ეს ყოველივე. ანუ მე ვითხოვ ისეთ საათობრივ ანაზღაურებას, რომელიც მაქსიმალურად დათვლილი არის ეკონომიკურად, გათვლილი არის ყველა სამსახურზე და ვფიქრობ საათში 8 ლარი არის სულ მცირე აუცილებლობა და დრო ამაზე ვიფიქროთ. აქვე მე გულწრფელად მინდა მადლობა გადავხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ თემასთან მიმართებაში წლების განმავლობაში ხმას იღებდნენ და ძალიან ბევრ მათგან შორიდან ვიცნობ. ვაფასებ თქვენ შრომას, თუ თქვენი შრომა რომ არა, შეიძლება მე დღეს ამაზე არც მეფიქრა. ამიტომაც არის რაღაცები, რასაც ვიდეოში ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ყოველ თქვენგანი შრომას ვაფასებ და თუ სრული გექნებათ, შეგიძლიათ შევამეხმიანოთ, პირადში გავიაროთ დეტალები და ერთად შევუდგეთ ამ საქმეს. მაგ რაღაც მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მომგებიანი სვლა, რაშიც აუცილებლად დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქმედი მთავრობა გამოყვება და ამ ყოველივეს დააწესებს. ქვეყნის მთავრობისგან მჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ამ კონკრეტულ პროექტში ჩაწერა კანონმდებლობაში, რომ თვეში უნდა იყოს მინიმუმ 800 ლარი, ხოლო საათში უნდა იყოს 8 ლარის ოდენობა. დადგენილი კანონმდებლობით. რაც ერთგვარად ამოასუნთქებს ადამიანთა დაახლოებით, რაც მე დავთვალე, 1,150,000 ადამიანს მეც ხელფასის გაზრდის თვალსაზრისით. მაშასე გადააზიარეთ მაქსიმალურად ჭირდება ხელმოწერების აგროვებაში დახმარება და ჯერა წელს 2025 წელს ეს პროექტი გამარჯვებით რომ დამთავრდეს და 1999 წლის 4 ივნისიდან უკვე 26 წელი გავიდა
და მოდი შევცვალოთ.